მოგესალმებით ყველას. როგორც იქნა გავიდა ეს ერთი კვირა და ჩვენ ისევ ხვდებით ერთმანეთს და იწყება საქართველოს ვარსკვლავი. მეც და გვანცაც პირველ რიგში რაც ყველაზე ძალიან გვინდა ეს არის რომ მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და რა თქმა უნდა გიორგობა. ამასთან ერთად რასაკვირველია გაგახსენებ და გეტყვით რომ დღეს არაჩვეულებრივი სანახაობა გელოდებათ. მარადიულ თემაზე იმღერებენ დღეს ჩვენი კონკურსანტები. 1000-ნაირი ეპითეტი არსებობს ამ გრძნობის შესახებ. ზოგი ამბობს რომ ის არის ვერტიკალური და ბრუნვადი. ზოგი საერთოდ გონია რომ ის ბრმაა. მოკლედ, love ანუ სიყვარული. აი ასეთი ტური გვექნება დღეს და უკვე წარმომიდგენია როგორი საღამო გველოდება. ხო, მაგრამ გვანცა ხომ მეტანხმები სიყვარულზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. მოდი ახლა გადავიდეთ იმაზე რაც მე და შენ ყველაზე ძალიან გვიყვარს. და დავიწყოთ ჩვენი კონცერტი. პირველ რიგში მივესალმოთ ჩვენ ჟიურის. მუსიკალური ბიზნეს კომპანიის Bravo Records-ის დამფუძნებელი ზაზა შენგელია. პოპულარული ქართველი მომღერალი ნინი ბადურაშვილი. ცნობილი რადიო 105 და ფორმულა კრეატივის დამფუძნებელი მუსიკალური და ტელეპროდიუსერი მიშა მშვილდაძე. დარწმუნებული ვარ რომ ჟიურიც მოუთმელად ელოდება დღევანდელი ტურის დაწყებას და ახლა დროა მივესალმოთ ჩვენს Bravo Bands, რომელიც ასე უდგას ვერში ჩვენს კონკურსანტებს. ბასი გოგა მამალაძე. გიტარა დავით აზირაშვილი. ელექტროპიანო დავით გარდავა. დრამი სანდრო სახამბერიძე. საქსოფონი დავით ხიდაშელი. საყვირი გიორგი შამანაური. საყვირი დაკო შამანაური. და ხელმძღვანელი ირაკლი კვანჭიანი. და ახლა უკვე დროა მივესალმოთ ჩვენი პროექტის მთავარ გმირებს, ჩვენს კონკურსანტებს, რომელთაგან ერთ-ერთიც თქვენი გადაწყვეტილებით საქართველოს ვარსკვლავი გახდება და ამ ტიტულთან ერთად დეველოპერული კომპანია Orbit ჯგუფისგან საჩუქრად მიიღებს სასტუმროს ნომერს ბათუმის ბულვარში გრანდიოზულ Orbi რეზიდენსში. მაშასე შევეგებოთ ჩვენს მომავალ ვარსკვლავებს და ესენი არიან ლიკა გაჩეჩილაძე, ლუკა გოლია, ბადრი დოლბაია, მარიკო ლეჟავა, ლევან მასპინძელაშვილი, ლუკა მეტრეველი, ნინა სუბრადი, ირაკლი ბუტკარაძე ვანცა ჯაფარიძე და ირაკლი ქიმენიძე. აპლოდისმენტები ჩვენს კონკურსანტებს. ყველა აქ არის და ძალიან არ მიყვარს ამ სიტყვების თქმა, მაგრამ უნდა გითხრათ რომ დღესაც ისევ როგორც ყოველ ორ შაბათს ერთი კონკურსანტი დატოვებს პროექტს და ასე გაგრძელდება. ყოველ ორ შაბათს სანამ ჩვენ არ ავირჩევთ გამარჯვებულს. თქვენ ყველას გახსოვთ რომ წინა კვირას ჩვენ დაგვტოვათ თორნიკე დათაშუმა, მე მგონი ის ახლა დარბაზშია. მე დარწმუნებული ვარ ბევრს დაგწყდათ გული და ამიტომ მოგიწოდებთ ჩვენი კონკურსანტების გულშემატკივრებს. გააქტიურდით იმისთვის რომ თქვენი ფავორიტი არ დარჩეს ჩვენი პროექტის მიღმა. დარეკეთ. გვანცა მე მინდა რომ საერთოდ არავინ არ წავიდეს. მეც. ჩვენ ხომ უნიჭიერესი კონკურსანტები ყავს, ან შეხედე რა ლამაზები არიან. იცი რა, ყველას თავისი სტილი აქვს და მათი ჩაცმულობაც მათ ინდივიდუალიზმზე მეტყველებს. თუმცა ეს ყველაფერი უკვე ტატიანა მეფარიძის დამსახურებაა, ჩვენი დიზაინერი. ტატიანა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. ახლა კი დროა გავაცილოთ ჩვენი კონკურსანტები, ჩვენი გენერალური სპონსორის TBC ბანკის ოთახში, მაგრამ მანამდე კიდევ ერთ რამეს შეგახსენებთ, რომ ბილაინი, Bravo Records-ი და რუსთავი 2 საქართველოს ვარსკვლავის გამარჯვებულს არაჩვეულებრივ პრიზს უმზადებს. მას სადებიუტო ალბომს ჩაუწერენ და უფრო მეტიც მისთვის სპეციალურად დაიწერება სიმღერები. მე მგონი აპლოდისმენტებს იმსახურებს ეს არაჩვეულებრივი პრიზი. აი რას უმზადებს პრიზად ჩვენს გამარჯვებულს TBC ბანკი, ამას უკვე გიორგი გვეტყვის TBC-ის ოთახიდან. გილოცავთ. დიდი მადლობა მეც გილოცავთ გიორგობას და რა თქმა უნდა მე ველოდები ჩვენს კონკურსანტებს TBC ბანკის ოთახში, ჩვენი გენერალური სპონსორის და ასევე ჩვენი კონკურსანტების ყველაზე დიდი მეგობრის TBC ბანკის ოთახში და სწორედ TBC-ის პრიზზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ეს არის ნებისმიერი მომღერლისთვის საოცნებო პრიზი. ეს გახლავთ ლონდონში წასვლა, იქ ვოკალის სკოლაში საკმაოდ კარგი განათლების მიღება. აი მოკრიან უკვე ჩვენი კონკურსანტები. დღეს იქნება სიყვარულის ტური, ასე თქვათ. ძალიან ბევრი ლავსო იქნება, აი შემოვარდენ გიჟები. საკმაოდ რომანტიკული საღამო გველოდება დღეს და დარწმუნებული ვარ რომ ზოგიერთის ნამღერს ეყოლება ადრესატიც და ერთ-ერთი ხო ეგრევე უცებ უნდა გამოუშვა.
სცენაზე ეს გახლავთ ლუკა. როგორ ხარ? ლუკა რა უნდა იმღერო, გითხარი? Blues Brothers-ის Give Me Some Lovin'. საკმაოდ ისეთი ენერგიული დასაწყისი იქნება კონცერტზე, თუ ყავს ადრესატი ამ სიმღერას. არ ვიცი. არა. მაშინ ლუკას უყვარს ის, ვინც ყველაზე მეტ ზარს გამოუგზავნის მას. და შენი ნომერია? 0937 და სამ ლუკა გამოვა სცენაზე, უნდა ვნახოთ ვიდეო და ამ ყველაფერს დავამატებთ იმას, რომ ეს ვიდეოები თავად გადაიღეს ჩვენმა კონკურსანტებმა, ასე რომ მაინდა-მაინც ეს სუფთა გადაღებას ნუ მიაქცევთ ყურადღება, ისინი ამაში მოყვარულები არიან, მაგრამ საკმაოდ კარგი ვიდეოები იქნება და საინტერესო. ნახოთ ვიდეო, შემდეგ მოვუსმენთ ლუკას. დავიდეთ, გაგაცნობთ ჩემი ოჯახის წევრებს. ეს სამზარეულოა, სადაც ბებო ფუსფუსებს, აქეთ დედიკომ ხდება ხოლმე. ეს ჩემი ძვარი. ეს არის ჩემი თუთიყუში. ვატო, ხანდახან ესე არ მიჯერებს. ვატო. თავისუფალ დროს მეგობრები ერთად ვიკრიბებით, ვცდილობთ გავერთოთ მაქსიმალურად. ეხლა ერთად ჩემი მეგობრის სახში ვართ. ჩემი ლეპტოპი აი ცარიელია, მელოდებოდნენ როგორც ჩანს და მალე ყველა თამაშს დავიწყებთ. ლუკა მეტრეველი Temperature is rising on my feet on the floor. 20 people rocking here, I wanna see some more. It's been a hot day, nothing went too well. Shake your little ass and do it well. So glad you made it. So glad you made it. Cause you gotta, oh, give me some loving. Oh, give me some loving. Oh, give me some loving every day. Singing to the feeling of fire. You better take it easy, cause this place is fire. It's been a hard day, nothing went too well. Now show me all the Reagan to the sand to sail a car. So glad you made it. So glad you made it. Yeah, I gotta, oh, give me some loving. Oh, give me some loving. Oh, give me some loving. Every day, yeah. ასე ენერგიულად გახსნა ლუკამ ჩვენი დღევანდელი კონცერტი, მაგრამ დამიჯერეთ. არანაკლებად ენერგიულად გაგრძელდება. ეს დამიჯერეთ. ძალიან საინტერესო სანახაობა გელოდება წინ. და ჟიურის თხოვა შეაფასოს ლუკა, ბატონ ზაზა თქვენ დავიწყოთ. პირველ რიგში მინდა ჩვენს მაყურებლებს მიულოცო ყველა სრულიად საქართველოს წყინვალი აღდგომის დღესასწაული და გიორგობა. რაც შეეხება ლუკას, ყოჩაღ ლუკა. ეს იყო სერიოზული ტრანსფორმაცია შენი. ძალიან სერიოზული.
ძალიან დიდი მადლობა. ზოგადად როკ-ენ-როლი გენიალური რამ არის, მაგრამ დღეს შენ შემთხვევაში როკ-ენ-როლი აღმოჩნდა სწორედ ის გასაღები, რომელმაც შენ მოგაკრებინა შენი ყველაზე ძლიერი მხარეები და გაგხადა უფრო გახსნილი, უფრო დახვეწილი, უფრო გულწრფელი და აი ეს აპლოდისმენტებიც მაგის შედეგია ზუსტად. მე მინდა გითხრა, რომ ეს ალბათ შენი ყველაზე კარგი გამოსვლა არის შესარჩევი ტურების მერე, ეს სულისკვეთება დაიჭირე, არ გაუშვა მომენტი ხელიდან და ესე გააგზელე. ერთადერთი რამ დამაკლდა, ეს უფრო ბენს ეხება, ჰამონდის ორგანი ძალიან მოუხდებოდა ამ სიმღერის თანხლებას, როგორც ორიგინალში, ძალიან. დიდი მადლობა. კაი. დიდი მადლობა ასეთ შეფათებისთვის, ბატონო მიშა. მე ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ მე ვამაყობ, რომ ჩვენ მივიღეთ არაორდინალური გადაწყვეტილება და ლუკა დავამატეთ ამ კონკურსს. იმიტომ რომ ჩვენი ძალიან მჭირდებოდა. ყველაფერი კარგი იყო დღეს, ემოცია, მოძრაობა, რაღაცა მანერები, ყველაფერი. შენ მე ვფიქრობ, რომ დიდი სცენის კაცი ხარ. ძალიან დიდი მადლობა ჟიურის. მე კი მივმართავ მაყურებელს Give Me Some Lovin' იმღერა ლუკამ და მე ვფიქრობ, რომ ბევრს გიყვართ ეს ბიჭი, მაგრამ ეს სიყვარული ზარებით უნდა გამოხატოთ და უნდა დაურეკოთ ლუკას ნომერზე 0937 ჩვენ ხომ საქართველოს ვარსკვლავს ვირჩევთ. ჩვენმა პარტნიორმა ბილაინმა ყველა მობილური ოპერატორის აბონენტს მიცა იმის საშუალება, რომ დარეკოს და აირჩიოს საქართველოს ვარსკვლავი. ახლა კი გავაცილოთ ლუკა მეტრეველის სცენიდან. და გადავინაცვლოთ TBC ბანკის ოთახში მორიგი სასიყვარულო სიმღერა გველოდება, ამჯერად ვისი შესრულებით, გიორგი? ამჯერად უკვე ეს სიმღერა გველოდებათ ლევან მასპინძელაშვილის შესრულებით. მე ცოტა მიკოს ლევანი ესეთ სასიყვარულო სიმღერით სულ გამოდის ძიმე და ალტერნატიული სიმღერებით. დღეს რას გვიპირეთ? Sealy's Kiss of a Rose. ვარდის კოცნა. კარგია, ვარდს. მოკლედ, საკმაოდ ისეთი სიმღერა, მე ვერ წარმომიდგენია თუ როგორ უნდა ემღერა ეს სიმღერა ლევანს. დღეს ამას შევაფასოთ, მოდი ნომერი შევგახსენე. 0937 006. ბოლოში ჯერ ვნახოთ ვიდეო ლევანისო გადაღებული, შემდეგ უკვე მოусმინოთ მას. ასე წელა. ცხოვრობთ დიღომში, გაჩვენებთ როგორც ვცდილობ ხანდახან გამოვიყენო ჩემი თავისუფალი დრო. მე ხა დაურეკავ ჩემ ძმასთან, რამდენი ბავშვები ჩამოვდივარ. ზად ხარ? უკვე დამხანეს. ეისაც ეს იყო სულ. მოვჭით დღევანდელ თავგადასავალს. დავიყვანე ხა ბავშვებს სახში, იხალისე ხო ბევრი? ძალიან კარგი. ლევან მასპინძელაშვილი. There used to be a great tower along on the sea. You remain the light on the dark side of me. Love remains the dark stairs, the high and not the fields. But did you know when it snows, my eyes become larger? The light that you shine can be still. Compare you to the kiss of a rose on the grave. Ooh, the more I got of you, the stranger it seems, yeah. Now that your rose is in bloom, a light is the gloom of the grave. There is so much a man can tell you, so much he can say. You remain my power, my pleasure, my pain, baby. To me you're like a growing addiction that I can't deny. Won't you tell me that helps to be? But did you know when it snows, my eyes become larger? The light that you shine can be seen. Baby, I compare you
till the kiss of a rose on a grave. Ooh, the more I get up here, it's stranger it seems, yeah. Now that your roses in bloom, a light hits the gloom of the grave. Night's gray, kissed by a rose on a grave. Kissed by a rose on a grave. Kissed by a rose on a grave. Kissed by a rose, baby. I compare you to the kiss of a rose on a grave. Ooh, the more I got off here, a stranger it seems, yeah. Now that your roses in bloom, a light hits the gloom of the grave. აი ეს სასიყვარულო სიმღერაც მაინც თავისი ინტერპრეტაციით შეგვისრულა ლევანმა, თუმცა ნიჭიერია და ყველანაირ ჟანრს ირგებს დამეთანხმებით. ალბათ ნინი გისმენთ. ლევან, აი როგორ შეგძლებია თურმე მე მეგონა რომ მარტო როკის, ანუ ისეთი ხმა გაქვს რომ როკს ძალიან უხდება, მაგრამ თურმე შეგძლებია პოპის და R&B-ის სიმღერა ისევე ძლიერად და ისევე მაგრა, როგორც მღერი ხარ როკს. გილოცავ, მე ძალიან მომეწონა ეს სიმღერა შენი შესრულებით და არანაირი რა თქმა უნდა შენიშვნა არ მაქვს, გილოცავ კიდევ ერთხელ. მადლობთ. დიდი მადლობა. მიშა. დიაში. ლევან, შენ ალბათ ხარ სოფლიოში ერთადერთი შემსრულებელი, რომლის რეპერტუარშიც არის System of a Down და სილი. აი ეს ორი რამე ერთად თითქმის წარმოუდგენელია, მაგრამ შენ ეს შეძელი და აგძელებ ჩვენს გაოცებას. მე მინდა რომ დიდხანს გაგძელდეს შენს მიერ ჩვენი გაოცება მაქსიმალურად ამ კონკურსში. და ჩვენ ნახეთ წინა კონკურსზე როგორ დატოვა პროექტი თორნიკე დათაშვილმა, რომელიც ძალიან კარგი ბიჭი იყო და ამიტომ მე მინდა ყველას მოუწოდო რომ არ არსებობს ადამიანი, უბრალოდ მე გული დამწყდა ძალიან და მე რომ დავფიქრდი სახში მივხვდი რომ ვინ უნდა გავარდნილიყო რომ გული არ დამწყდებოდა და ამიტომ მინდა მოუწოდო მაყურებელს რომ ყველამ ვისაც ემოცია აღიძრათ ამ ადამიანების სიმღერამ დაუმესიჯეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია აი ამ ბიჭებისთვის. ძალიან დიდი მადლობა ჟიურის. მე კი აუცილებლად არ შემიძლია არ გავაკეთო მიმართა მაყურებელს თუ მოგეწონათ ლევანის სიმღერა თუ გსურთ რომ ამათ ეს ადამიანი დიდხანს იხილოთ კიდევ საქართველოს ვარსკვლავის სცენაზე აუცილებლად მოიმარჯვეთ მობილური ტელეფონები და დაურეკეთ მას ნომერზე 0900 SMS-ები არ მიიღება, მხოლოდ და მხოლოდ ზარები. და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორ Beeline-ს, რომელმაც გახსნა ყველანაირი ხაზები და ყველა მობილური ოპერატორის აბონენტს მისცა იმის საშუალება, რომ აირჩიოს საქართველოს ვარსკვლავი. ამიტომ ყველამ დარეკეთ და გავაცილოთ ლევან მასპინძელაშვილის სცენიდან. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი პარტნიორია საინფორმაციო ცენტრი 1808. ყველაზე მაგარი, სწრაფი და იაფი მომსახურება. დარეკეთ ყოველგვარი კოდის გარეშე და მიიღეთ პასუხი ყველა კითხვაზე. ჩვენ ჯერ მხოლოდ ორ კონკურსსაც მოусმინეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინა. წინ გველოდება შოუს კულმინაცია, სასიყვარულო ტური სულ მალე რეკლამის შემდეგ გაგრძელდება. საქართველოს ვარსკვლავი ისევ პირდაპირ ეთერშია. დღეს განსაკუთრებული ტური გვაქვს სიმღერები სიყვარულზე. ძალიან მაგარი კონცერტი გველის წინ. დასავლე ყველაზე დიდი ნაწილი შოუსი ჯერ კიდევ წინ არის, მაგარ სიმღერებს მოვისმენთ, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს კონცერტი სინამდვილეში არის კონკურსი და თქვენი გადაწყვეტილებით ერთი კონკურსანტი დღეს დატოვებს პროექტს. სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება გადაწყვეტილების მიღება. მე მესმის, იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერი კონკურსანტები ყავს, თუმცა ასე გაგრძელდება ყოველ ორშაბათს, სანამ არ ავირჩევთ საქართველოს ვარსკვლავს. მოდი ახლა გადავინაცვლოთ TBC-ის ოთახში და ვნახოთ ვინ ემზადება. გიორგი, სანამ ვნახავთ ვინ არის შემდეგი კონკურსანტი, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გენერალური სპონსორ TBC Bank-ს აქვს ყველაზე კომფორტული დისტანციური მომსახურებები საქართველოში. მით უმეტეს ეს მომსახურებები კომფორტულია ახლა, როდესაც არის დასვენების დღეები, დაკეტილია უბრალოდ ბანკები, პირდაპირ სახლიდან ინტერნეტ ბანკის და მობაილ ბანკის საშუალებით შეგიძლიათ ჩაატაროთ სხვადასხვა საბანკო ოპერაცია, ასევე შეავსოთ ბალანსი თქვენს ტელეფონებზე.
რა თქმა უნდა, TBC და კომფორტი ერთმანეთთან ყოველთვის კავშირშია. შემდეგი მონაწილეა. აი, ვინ გახლავთ? ეს არის ლიკა. და კიდევ ერთი სიმღერა სიყვარულზე, როგორც ამჯერად საკმაოდ გულჩათხრობილ და ტრაგიკულ სიყვარულზეა და ეს არის Shirley Bassey's If You Go Away. If You Go Away. ამ სიმღერას მოვისმენთ სულ ცოტა ხანში, მოდი ნომერიც გავახსენე. 093-300-001. 001 ბოლოში. ნახოთ ვიდეო, რომელიც თავად ლიკამ გადაიღო, შემდეგ კი მოვუსმინოთ მას. ცხოვრობ მოსკოვის პროსპექტზე, დეიდასთან, აი იყურებიან ეხა აივნიდან. ეხლა მინდა რომ პირადად გაგაცნოთ ჩემები. ეს არის დედაჩემი მარინა. ეს არის დედაჩემი ნაზი. და უსაყვარლესი და ულამაზესი ჩემი შვილი ლალიკო. თავისუფალ დროს ჩემს შვილს უთმობ თავიდან ბოლომდე და ხშირად ვსეირნობთ ხოლმე. ლიკა გაჩაჩილაძე. If you go on this summer day, when the run is through in the summer sky, when our love is new in the summer sky, when our love is new on the night bird song, and the understood, or when night bird song, and the moon stood still for the night bird song. If you go away, if you go away, if you go away, but if you stay, I'll make you day like nothing has been or will be again. We'll set aside or run on away and talk to the trees and worship the wind. Then if you go, understand, leave me just enough love to hold in my heart. If you go away, if you go away, if you go away, if you go away, yes, I know you will, you must say the word to stop turning till you return again. If you ever do, for what good is love without loving you? Can I tell you no? As I know you know, I'll be dying slowly. Darling, next hello. If you go away, if you go away, if you go away, but if you say I'll make you day like nothing has been or will be again. We'll set aside or I run away and talk to the trees and worship the wind. Then if you go, understand, leave me just enough love to hold in my hand.
you stay, I'll make you day like nothing must be. Or maybe again, we'll saw the sun, or I turn away, right down to the trees, and worship the wind. Then if you go, just enough love to hold in my heart. If you go away, if you go away, if you go away. If you go away. მეტი რაღა უნდა ქნას ამ ადამიანმა ფაქტურად ამოიღო გული და დადო ატივცემულო ჟიური რას გვეტყვით ბატონო ზაზა ლიკა ეს იყო ჟაკ ბრელის ამ შესანიშნავი სიმღერის ძალიან რომანტიკული შესრულება და მე უნდა გითხრა შენ გაქვს ერთი ძალიან კარგი თვისება ძალიან ღრმად ჩადიხარ გულში და იქიდან ამოგაქვს სიმღერის ენერგია შენ ხარ 100%-იანი სწორი მომღერალი და ამიტომ შენი ემოცია ყოველთვის სწორედ მუშაობს და გზნობის თვალსაზრისით მე დარწმუნებული ვარ რომ დღევანდელი ქალბატონები ვინც დღეს მოისმინა შენი გამოსვლა საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენდა შენთან ემოციის თვალსაზრისით ყოჩაღ ძალიან კაი გამოსვლა იყო ძალიან დიდი მადლობა ნინი ლიკა ნამდვილად ძალიან სწორად გადმოეცი ემოცია და ამ სიმღერის ბევრი ვერსია არსებობს, ბევრი მომღერალი ასრულებს ამ სიმღერას, მაგრამ შენ შეძელი რომ შენებური ვერსია გადმოგვეცი, ძალიან სწორად, ძალიან კარგად. ფანტასტიკურად ფლობს საკუთარ ხმას, არანაირი ხარვეზი არ გაქვს არასდროს და აი, როდესაც გამოდიხარ და მღერი დარწმუნებული ვარ, რომ შენ არასდროს არაფერი არ შეგეშლება, ამიტომ გილოცავ ძალიან კარგი. ძალიან დიდი მადლობა ჟიურის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ძალიან მოგეწონათ ლიკას ნამღერი და ძალიან მოგწონთ თვითონ ლიკა, ამიტომ ყველას გმართებთ მობილიზება, მოიმარჯვეთ მობილური ტელეფონები და სასწრაფოდ დარეკეთ. ლიკა რა ნომერზე? 093 700 001. თან ყველა ქსელის აბონენტ შეგიძლიათ დარეკვა, არა აქვს მნიშვნელობა რომელი ქსელის აბონენტები ვართ, ყველა შეგვიძლია თამამად Google შემატკივროთ ლიკას და ყველა დანარჩენ კონკურსანტს, იმისათვის რომ თქვენმა ფავორიტმა არ დატოვოს პროექტი და გავაცილოთ ლიკა გაჩეჩილაძე. და გადავინაცვლოთ TBC ბანკის ოთახში. გიორგი, რა ხდება შენთან? რა ხდება და ემზადება გამოსასვლელად ფალი მომხიბლელობა, ფალი პოდიუმი. როგორც მიდგას, ფალი ჯამთელობა, რა ვიცი, ჟურნალს ზაროვის თავარი რედაქტორი, გვანცა გამოდის მოკლედ სულ ცოტა ხანში და რა უნდა გვიმღერო? Adele's Set Fire to the Rain. საკმაოდ კარგი სიმღერა, რაც ბრიტანელები გიყვარს ძალიან, იმიტომ რომ უკვე მესამე კონცერტია ZZ ბრიტანელი შემსრულებლის სიმღერას ასრულებ. მოდი გითხარ შენი ნომერიც. 093 010 ბოლოში მოდი ნახოთ ვიდეო რომელიც თავად გვანცამ გადაიღო და მე უკვე მოვუსმინდეთ მას. თქვენ ახლა იმყოფებით ჩემს სახლში და მინდა გაგაცნოთ ჩემი ოჯახის წევრები. ეს არის ჩემი და ანა. ეს არის ჩემი თინა. ეს არის ჩემი საძინებელი. ეს არის ფოტო გალერეა. სადმე რომ მივიდოდი ხოლმე ერთიც. ჰაჰა, ყველაზე მინიმუმი 1 საათს ვანდავ ხოლმე მომზადებ. ერანგები მიყვარს ყველაზე მეტად. ფერადი სათვალეები მიყვარს ძალიან. ეხლა განახებთ მე და ჩემი და როგორ ვერცხობთ ხოლმე თავისუფალ დროს. Let's live it up. I got my money. Let's spin it up. Go out and smash. Guanza Japaridze. Let it flow. My heart
ძალიან ცნობილი სიმღერა შეასრულა ჩემმა სეხნიამ და ჟიურის თხოვოთ შეაფასოს გვანცა ნინი. გისმენთ. ხედავ რა ხდება. ნინი ჯობია შეაფასო, იმიტომ რომ დარბაზი არ ჩერდება და ჯობია გითხრათ. მაყურებელმა რა დააშავა. გვანცა ძალიან მომეწონა. აი რა ვქნა, ნუ ხარო ესეთი კეთილიო, მაგრამ რა ვქნა შენიშვნა არ მაქვს და რა გავაკეთო. ძალიან მომეწონა შენი შესრულება. ძალიან კარგი. ძალიან მომეწონა შენი შესრულება, ემოცია, ვოკალი, ყველაფერი, როგორ მუშაობს სცენაზე, როგორ გადმოგცემ სიმღერას, როგორ დარბაზზე კონტაქტები, ყველაფერი ძალიან მომეწონა. ნამდვილად არ მაქვს შენიშვნა. ვარ, კეთილი. ძალიან კარგი. გილაცა. დიდი მადლობა. ბატონო ძაძა. ვანცა სიმღერის ორიგინალური ვერსიისგან განსხვავებით, შენს ვერსიაში მისამღერის რიტმული მონახაზი სულ სხვანაირად იყო გადაწყვეტილი და პირდაპირ გეტყვი ძალიან მომეწონა. საერთოდ უნდა გითხრა, რომ წინა ტურისგან განსხვავებით შენ ძალიან დიდი ნახტომი გააკეთე წინ. და ვფიქრობ, რომ პატარ-პატარა ხარვეზებს თუ არ მივიღებთ ხედულობაში, თლიანობაში საკმაოდ დიდი და კარგი სამუშაო გასცია. და ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ კარგია რომ არ დაიბენი შენიშვნების შემდეგ და მობილიზება გაუკეთე შენს ყველაზე ძლიერ მხარებს და შინაგან ძალებს. და დღეს მართლა ძალიან კაი გამოსვლა. მადლობა ჟიურის, მე კი მიმართა გვანცას გულშემატკივრებს. აი, ეხლა არის თქვენი ჯერი, ნუ იქნებით პასიურები, იმიტომ რომ გვანცა დარჩეს საქართველოს ვარსკვლავში, მოიმარჯვეთ მობილური ტელეფონები და დაურეკეთ მას ნომერზე 097370. მით უმეტეს ბილაინმა მოგცა ამის საშუალება, იყავით აქტიურები და გვანც ასევე არ შემიძლია არ აღნიშნო წინა კონცერტებზეც, მაგრამ ახლაც არაჩვეულებრივად გამოიყურები და ეს რასაკვირველია, როგორც შენი ბრალი, ასევე სილამაზის სალონ ტაქსელის ნატალის ბრალიც არის. ის იქ პროფესიონალები მუშაობენ, ასევე ის პროფესიონალები ჩვენზეც მუშაობენ და ძალიან დიდი მადლობა ნატალის ასეთი სრულყოფილი სერვისისთვის, ასევე სოლარიუმ კლუბ ნატალისა ძალიან დიდი მადლობა. ახლა კი გავაცილოთ გვანცას სცენიდან. მე მგონი ახლა იცი რომელი კონკურსანტი ემზადება გვანცა? არა მარტო მე, არა მარტო შენ, სრულიად საქართველო ელოდება მის გამოჩენას და პირველ რიგში ალბათ ყველა საინტერესებს დღეს რა აცვია. ბატონ მიშას სახესაც ვამჩნევა აქ და ეხილება რაღაც მე მგონი. გიორგი, ნინა სუბლატია ხო შემდეგი? კი, ნინა სუბლატია შემდეგი მონაწილე. სოციალური ქსელების შეიძლება ითქვას გმირი, იმიტომ რომ ყველაზე მეტი გაზიარება აქვს მე მგონი მის ნამღერს, მაგრამ მე მინდა მის გულშემატკივრებს უთხრა, რომ მარტო გაზიარება არ ყოფნის, იმიტომ რომ თქვენ უნდა დაურეკოთ კიდევაც მას. როგორც გახსოვთ, წინა კონცერტზე მან კინაღამ დატოვა კონკურსი, ასე რომ ვისაც გინდათ რომ დარჩეს ეს ადამიანი საქართველოს ვარსკვლავში კონკურსში, დაურეკეთ. და დღეს შეგვისრულებ Beth Hart-ის Am I the One. და მოდი იმისთვის რომ დაგერეკო ნომერი შეახსენე. 0977937008. 008 ბოლოში ახლა ნახოთ ვიდეო რომელიც თვითონ გადაიღო ნინამ, შემდეგ კი მოусმინოთ თქვენს. ცხოვრობ ვერაზე დედასთან და ბებიასთან და წავიდეთ გაგაცნოთ. ჩემი კრასავიცა დედა. ასეთი საყვარელი დედა მყავს. ვნახოთ როგორი საყვარელი ბებია. გიждები ამ ქალზე და ესეც ჩემი ნუნუკა ბებია. შვილი რომ გიждება ბებია რაღაც იზრავს. ახლა მივდივარ ბიტოსთან, რომელიც არის ჩემი შეყვარებული, გაგაცნობთ. ეს არის ჩემი შეყვარებული ბიტო და ესა ჩვენი საყვარელი ადგილი, იმიტომ რომ მოშორებული ვართ ქალაქს, ბევრ ნაცნობ ხალხს და ძალიან მიყვარს. ნინა სუბლატი! Express my life of being your lover and your friend, and this will cry high above your bed's ears, and I'll embrace you with the love from all of fear. Am I the one?
passion in your career fell from your fingertips, and I pray for the day I hear this flashy press past their own lips, and we should promise down from all above. დარბაზი ფეხზეა. და ეს აპლოდისმენტები შენია, ნინა. ამჯერად მე მგონი მიშა დაგიჭმობთ და ბატონ ზაზა თქვენი დავიწყებთ. შეფასებას. ჩემო ნინა, შენ რატომ მიდექი წინა ტურში აუთსაიდერებში? ეს ცალკე საუბრის თემაა და ამაზე დღეს არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ძალიან შორს აგვიყვანს ეს საუბარი, მაგრამ ის რაც შენ დღეს გამოავლინე, სხვა არაფერია. თუ არა ხასიათი და რწმენა საკუთარ შესაძლებლობების. აი ეს დაგვანახე ყველა შენ დღეს. და მინდა გითხრა რომ ბევრი სხვა კონკურსანტი შენს ადგილზე აუთსაიდერად რომ ყოფილიყო, ალბათ ბრინჯივი დაიბნეოდა და ხელებს ჩამოუშვებდა და შენ ასე ტრიუმფალურად დაბრუნდი კონკურსში აუთსაიდერობიდან. ეს ძალიან დასაფასებელია. თან მე გეტყვი გულახდილად, აი პირდაპირ გეუნები, ბლუზის ასეთი შესრულება შენი ასაკის მომღერლებში, ქალბატონებში მე ძალიან იშვიათად მომისმენია და ძალიან გთხოვ ეს სულისკვეთება. არსად არ გაუშვა. გაყევი ამას და ყოველთვის წინ წახვალ. და ერთი რამ მინდა კიდევ გითხრა რომ მუსიკალურ პროდიუსერებს ყოველთვის სიამოვნებთ მუშაობა ისეთ მომღერლებთან მუსიკოსებთან, რომლებმაც იციან თავის ფასი და რწმენა აქვთ საკუთარი ძალების და შეუძლიათ დაცემის მერე წამოდგომა. და შენ ეგეთი ხარ მე დარწმუნებული ვარ. მადლობა. მიშა, უნდა შეაფასოთ აუცილებლად, ისე არ გამოვა. ნინას არ ვიცი, კოჭებამდე პალტოს რომ ჩავაცვათ, ალბათ ყველაზე ძლიერი იქნება. სცენიდან, იმიტომ რომ ძალიან მოდის ენერგია, არსებობს ესეთი მცნება, საუკეთესოთა შორის საუკეთესოები და ნინა ამ კატეგორიაში გადის. მე ვფიქრობდი, ვისთვის შემედარებინა
დღევანდელი გამოსვლა ნინასი და მახსენდებოდა სულ მადონა, მაგრამ ბოლოს გადავიფიქრე, იმიტომ რომ მაინც ერთი და იგივე სფეროს წარმომადგენლები არიან და ხო, შეიძლება მადონა არც მოსწონდეს ნინა. და ფეხბურთიდან და გამახსენდა ფეხბურთიდან ბევრია. საკულტო სერიალი მიმდინარეობს ამჟამად, ქვია სამეფოთა თამაშები Game of Thrones, ალბათ ბევრი უყურებს. და იქ არის ერთი დედოფალი, ცისფერ თვალება, რომელსაც ყავს დრაკონები. და ჯარი არ ყავს, მაგრამ მან ზუსტად იცის, რომ დედოფალი თვითონ არის ტარგარიანთა გვარიდან, იმიტომ რომ ის მართავს დრაკონებს. ნინა, შენ მართავ დრაკონებს. შენგან მოდის ემოცია, ენერგია და ყველაფერი ის, რასაც ეძებს ეს კონკურსი და რისთვისაც ტარდება. თავარია ზარები. თავარია ზარები. მოკლედ, შემდეგ კურსში შეგიძლია გრძელი პალტოთი და გვირგვინით მოხვიდე, ნინა, ეს ყველაფერი ამას ნიშნავდა. წინა ორ შაბათს, როგორც უკვე აღნიშნეთ, ნინამ კინაღამ დატოვა პროექტი, ის იდგა აუთსაიდერებს შორის. ესეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს, იმიტომ რომ ნინა იმსახურებს ამ კონკურსში ყოფნას, ამისათვის დაირაზმეთ, გააქტიურდით და ნინას დაურეკეთ ნომერზე 09370008. და ძალიან დიდი მადლობა ბილაინს ამისთვის, რომ ჩვენ ყველა შეგვიძლია ავირჩიოთ საქართველოს ვარსკვლავი. გავაცილოთ ნინას უბლატი. მადლობა. დროა რომ გადავინაცვლოთ TBC ბანკის ოთახში ემოციური გამოსვლის შემდეგ, ვინ არის შემდეგი? იცი რა არის გვანცა? მოდი სანამ TBC ოთახში გადავალთ, მანამდე ცოტა დავისვენოთ, იმიტომ რომ ამ ემოციას, ეს ემოცია სადმე უნდა წავიღოთ. ნამდვილად გეთანხმები. წინ გვაქვს შოუს კულმინაცია, ბევრი ძალიან მაგარი სასიყვარულო სიმღერა, მანამდე კი რეკლამა. ისევ პირდაპირ ეთერშია. გამორჩეული ტური გვაქვს დღეს, სიმღერები სიყვარულზე. და მღერიან კონკურსანტები, რომლებსაც ყველაზე მეტად თქვენი სიყვარულის მოპოვება უნდათ, რომ დარჩნენ პროექტში. სამწუხაროდ, ყოველ ორ შაბათს ერთ-ერთ მათგანთან გამომშვიდობება გვიწევს. ასეთია პროექტის წესები, ამიტომ უნდა იაქტიუროთ, დაურეკოთ თქვენს რჩეულებს, თქვენ უნდა გადაარჩინოთ ისინი. მოდი ახლა გადავინაცვლოთ ბარემ TBC ოთახში და ვნახოთ რა ხდება. გიორგი, მე როგორც ის დარეკვების და ზარების თემას დაუბრუნდებით, თქვათ არა გაქვთ მობილურზე ბალანსი. არა ის აუცილებელი რომ გარეთ გაიქცეთ მახლობელ ტერმინალამდე ქოშინი თირბინოთ და ასე შემდეგ. უბრალოდ TBC-ის ინტერნეტ ან მობაილ ბანკინგი თავისუფლად შეგიძლიათ შეავსოთ ანგარიში და შემდეგ თქვენს საყვარელ კონკურსად დაურეკოთ მისცეთ ხმა და მისცეთ შანსი რომ გადავიდეს შემდეგ ეტაპზე. ეხლა რა ამბავი ატყდება დარბაზში მივიცი, იმიტომ რომ აი ვინ გამოდის სცენაზე. ეს გახლავთ ნიკა გვალია. და რა უნდა იმღერო, გითხარი? ლილიკო ნემსაძის მიყვარხარ. უკვე ქართული სიმღერა ჩვენს კონცერტზე და მოდი შენი ნომერი შეახსენე. 09370002. 02 ბოლოს შეეხო ნახოთ ვიდეო, რომელიც თვითონ გადაიღონ უკან და შემდეგ უკვე მოვუსმინოთ სიმღერას. ცხოვრობ ფაბურთალზე ჩემს მეუღლესთან ერთად. ახლა გაგაცნობ მას. შეგონ მიგუშა, ნუკას ყველაზე დიდი გულშემატკივარი. ეს არის ჩვენი საყვარელი ადგილი, იმიტომ რომ ვიღებ ხოლმე იმას თავის საყვარელს საჭმელს. ძალიან მაგარი სულია. ახლა მივიდივართ სატრებზაოდ, მეგანიბა. ვიღებ. არის რამე? რა მაგარია. ნუკა გვალია. მეტი რა გითხრა მიყვარხარ გულიგან მითხრა მიყვარხარ სხვა რამ არ მითხრა ხედავ სურვილია მიხცა
შევძელი უშენობა ვერ შევძელი შენთან ყოფნას ვერასოდეს შეველები დიხურებ და შენი მილი შეიცვალე მინდოდა და მეც ამიტომ შეგიყვარე მინდოდა და მეც ამიტომ შეგიყვარე დაბრუნდი გული ამას გთხოვს დაბრუნდი ფიქრი და მათოს დაბრუნდი ნუ თუ არ გახსოვს ჩვენი ზაფხულის საღამო მინდოდა და შენზე ფიქში გადელე თეთრი მთვარე მოლოდინი დავაბერე გული ჩემი დღეს უსიტყვოდ ავამღერე ციდან წვიმა ჩემი წრემლით შევაჩერე ციდან წვიმა ჩემი წრემლით შევაჩერე მინდოდა და შენზე ფიქში გადელე თეთრი მთვარე მოლოდინი დავაბერე გული ჩემი დღეს უსიტყვოდ ავამღერე ციდან წვიმა ჩემი წრემლით შევაჩერე ციდან წვიმა ჩემი წრემლით ვიცოდი რომ ამ სიმღერასაც ძალიან მაგრად გაართმევდა თავს ლიკა. ამ სიმღერის ავტორი ლილიკო ნემსაძე დარბაზშია. მოგესალმებით ქალბატონო ლილიკო. და დავიწყოთ შეფასება ბატონ ზაზა. ნუკა. მე აღთვალებული ვარ შენი შესრულებით, იმიტომ რომ მინდა გითხრა რომ მეც და ალბათ ბევრ ტელემაყურებელს აინტერესებდა როგორ დაძლევდი შენ ქართულ სიმღერას. ეს ამას ყველა ელოდებოდა რომ ეს მომენტი კონკურსზე დადგებოდა და უნდა გითხრა რომ შენ სრულიად დაიბყარი. ეს შესანიშნავი სიმღერა დღეს. ეს იყო ძალიან კარგი შესრულება, უძლიერესი. და შენ კარგად გამოაჩინე შენი ძლიერი მხარეები. მაგრამ შენ ქონდა ერთი სირთულე, შენ ერთი სირთულის წინაშე იდექი, ვინაიდან თავის დროზე ეს სიმღერა წინვალე დუეტად აქვს შესრულებული ეკას აჩიკო ნიჟარაძესთან ერთად. და შენ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შენ გამოხვედი ეკას ზეგავლენიდან და შენი პიროვნულობა წინვალე დაგვანახე ყველა ჩვენთაგანს. და მე ტურიდან და მე ერთი წამით მე ტურიდან ტურამდე როცა გაკვირდები, სულ ფიქრობ, რომ შენ იქნები არა მარტო შენი სასახელო და პოპულარული დედის და შენი დიდი მუსიკალური ოჯახის ღირსეული შთამომავალი, არამედ შენ ყოველთვის იქნები ნუკა გვალია. ორიგინალური, თვითყოფადი, ნიჭიერი, ძალიან ნიჭიერი მომღერალი. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზაზა და ქალბატონ ლილიკო ნემსაძეს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ნინის უსმენთ.
ლილიკო, მადლობს ამ არაჩვეულებრივი სიმღერის შექმნისთვის, ნამდვილად ძალიან ლამაზ სიმღერაა. რაც შეეხება ნუკას, ნუ ყველამ ძალიან კარგად ვიცით და ორი აზრი არ არსებობს იმაში, რომ შენ გაქვს უნიკალური ვოკალი. მეც ძალიან მაინტერესებდა მართლა რომ გითხრა, როგორ შეასრულებდი ქართულ სიმღერას, იმიტომ რომ ქართული სიმღერა საკმაოდ რთული შესასრულებელია და ეს ნამდვილად შენ შეძელი ძალიან კარგად ამისთვის. გილოცავ, თავიდან მომეჩვენა მართლა რომ გითხრა, რომ ცოტა მაღალი იყო შენთვის ტონალობა, მაგრამ შემდეგ არა ხო, მაგრამ შემდეგ უკვე აი როდესაც კულმინაციური მომენტი იყო, უკვე შენ ძალიან მაგრად დაძლიე ის რთული მომენტები ამ სიმღერაში რაც იყო და ძალიან მომეწონა ემოცია, რომლითაც შენ შემოგთავაზე ეს სიმღერა და რა ვიცი, ძალიან კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ შესრულებისთვის. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ჟიურის ასეთი შეფასებისთვის. ახლა უკვე მაყურებელს მიმართავ. მე მგონი ყველავთან ხვდებით რომ ნუკა არაჩვეულებრივად მღერის და თუ გსურთ რომ ნუკა კიდე დიდხანს ვნახოთ ამ სცენაზე, თუ გსურთ რომ ნუკას კიდევ დიდხანს ბევრჯერ მოვუსმინოთ, მაშინ ახლავე მოიმარჯვეთ მობილური ტელეფონები და დაურეკეთ ნუკას ნომერზე 093-700-002. ჩვენი პარტნიორი ბილაინი ყველა მობილური ოპერატორის აბონენტს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თამამად დავრეკოთ და ავირჩიოთ საქართველოს ვარსკვლავი, განურჩევლად იმისა, რომელ ქსელში გვაქვს ჩვენ ტელეფონი ჩართული. გავაცილოთ ნუკა გვალია სცენიდან. ესეც ასე და მე მგონი და ვინ არის შემდეგი? გავიგოთ, შემდეგი სასიყვარულო სიმღერა. მორიგი კონკურსანტი ემზადება TBC ბანკის ოთახში. ეს გახლავთ ირაკლი ხიმერიძე, კიდევ ერთი სასიყვარულო სიმღერა, კიდევ ერთი ჰიტით და ეს სიმღერა არის Oasis's Wonderwall. ვისაც გეყვართ ბრიტპოპი და კარგი მუსიკა, დაელოდეთ სცენაზე. ირაკლის რომელიც სულ ცოტა ხანში გამომოდი ნომერი შევახსენოთ. 093-700-012. და ნახოთ ვიდეო, რომელიც ავად ირაკლიმ გადაიღო, შემდეგ უკვე მოვუსმოთ. შევეცდები დღეს მაყურებელს გავაცნო, შეძლებით დაგვართ ჩემი ცხოვრება. ეხლა ველოდები ჩემს მეგობრებს და მივდივართ კალათბურთის სათამაშოდ. კალათბურთის თამაშის მერე მივდივარ სკოლაში და შემდეგ კლასელებთან ერთად ვერთობი. In your fishnets, now you only get it in your night dress. Discarded all the naughty nights for niceness. Landed in a very common ირაკლი ქიმერიძე. Today is gonna be the day that they're gonna throw it back to you. By now you should have some realize what you're gonna do. I don't believe in anybody feels the way I do about you now. Hey, backbeat, the word is on the street that the fire in your heart is out. I'm sure you heard it up before, but you really never had a doubt. I don't believe in anybody feels the way I do about you now. And all the roads we have to walk are winding, and all the lights that lead us there were blinding. There are many things that I would like to say to you, but I don't know how. I said maybe you're gonna be the one that saves me. And after all, you're my wonderwall. Today was gonna be the day that they're gonna throw it back to you. By now you should have some realize what you're gonna do. I don't believe in anybody feels the way I do about you now. And all the roads we have to walk are winding, and all the lights that lead us
გავუსვინოთ ჟიურის შეფასებას დავიწყოთ ბატონი ზაზასგან. ირაკლი. სიმღერის უმეტესი ნაწილი ჰორიზონტალში, ანუ სუფთა ვოკალის თვალსაზრისით გულისხმობ, ბევრად უკეთესი იყო ვინმე პირველ და მეორე ტურში. მაგრამ ვერტიკალში, ნუ აქ უფრო ემოციურ მხარეს გულისხმობ, ბევრი რამ დამაყდა. პილპილი და მარილი აკდა შენ შესრულებას. უფრო ძარღვიანად უნდა შეგესრულებინა ეს სიმღერა. რაღაც მომენტებში თითქოს აი ესეთი ნამღერი იყო, წყლის ზედაპირზე ფანქრით რო დაწერ, რაღაცა აი ცოტა ისეთი იყო, გესმის დრაივი აკდა, მოკლედ რო გითხრა. თუ მეტნაკლებად იცნობ ძმები გალახერების და ოაზისის შემოქმედებას, ვიდეოზე როცა ნახავ შენ გამოსვლას, უფრო უკეთ მიხვდები, რასაც გულისხმობდი, მაგრამ ზოგადად ძალიან მინდა გთხოვო რომ მოინდომო, იმიტომ რომ კონკურსს ძალიან ჭირდები და მინდა რომ გიხილო სხვა ტურებში. შემდეგ ტურებში აუცილებლად. დიდი მადლობა, მიშა. ბუნებრივია გარკვეული ხარვეზები შეინიშნებოდა განსაკუთრებით სიმღერის დრამატურგიაში, აბსოლუტურად ვეთანხმები ზაზას, მაგრამ ეს გეტყვით რა არის მთავარი რა. ჩვენი ამოცანა აქ არ არის რომ შეცდომები ვეძებოთ შესრულებაში და არასწორად აღებული ნოტები ვეძებოთ, იმიტომ რომ ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მთავარია რომ სიმღერა შედგეს, მთავარია რომ ემოცია წამოვიდეს, იმიტომ რომ ჩვეულებრივი მაყურებელი ვინც უნდა უსმინოს მომღერალს, მას არ აქვს აბსოლუტური სმენა, ისიც უსმენს ჩვეულებრივად, დილეტანტურად, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ რასაჭიროა საერთოდ ამის ძიება, მაგრამ ეს არის კონკურსი. აქ ჩვენ ერთმანეთს ვეჯიბრებით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველაფერი იყოს კარგად და ხარისხიან და ამ კონკურსში არ ფასდება მხოლოდ და მხოლოდ სულთან შესრულება რა. მე გამოგიტყდებით რომ მე ვარ ძველი როკერი, ასე ვთქვა და ერთის მხრივ ეს ოაზისის სიმღერა იყო და მეორეს მხრივ ესეთი რაღაცა როგორ ვთქვა, ძალიან მარტივად და უბრალოდ გეტყვით რომ ჩვენ როკერებს ეს ლამაზი ბიჭები არ გვევასება რა. მაგრამ ეს ბიჭი ძალიან ლამაზია. და ის არ გვევს ამ უბრალო სტერეოტიპებს და გამოდის სცენაზე, ხალხი მოყავს ავტოვანებაში და დარწმუნებული ვარ, ბევრი ელოდებიან მე YouTube-ზე ნახვას მისი სიმღერის, ბევრი ელოდება, ბევრი ოცნებობს მასთან შეხვედრაზე, გაცნობაზე და ამისთვის ხარ ირაკლი შენ აქ თავარი არის ეს. ამიტომ გილოცავ დღევანდელ დღეს. ძალიან დიდი მადლობა, მე კი მაყურებელს მივმართავ. თუ გსურთ რომ ირაკლი დარჩეს პროექტში, ყველა მობილური ოპერატორის აბონენტმა იაქტიურეთ და დაურეკეთ მას ნომერზე 0900 700 0900 30700. გავაცილოთ ირაკლი ქიმერიძე სცენიდან. და აქვე შეგახსენებთ, რომ ყველა კონკურსანტის ჩვენი წამყვანების და ნინის ჩაცმულობაზე მზრუნავს დიზაინერი ტატიანა მეფარიძე, რისთვისაც მას დიდი მადლობა და მოგესალმებით სცენიდან. გადავინოცოთ TBC ბანკის ოთახში და გავიგოთ ვინ არის შემდეგი. მინდა გითხრათ რომ მართლები არიან ჩვენი ჟიურის წევრები, როდესაც ეახიან რომ ჩვენი მონაწილეები ყოველ კონცერტზე უფრო და უფრო იზრდებიან. გაიზარდა ნახეთ ბოლოს ამ კონცერტში. ოღონდ მარიკო შემდეგი რომელმაც თავისი ყველა გამოსვლით მოახდინა გარკვეული ფურორი და დღესაც არ იქნება ნაკლები დამერწმუნეთ, იმიტომ რომ რას ღერხან ერთკო დღეს? არეტა ფრანკლინის Think. და მოდი შენ ნომერი შეახსენე ყველას. 0900 700 ნახოთ ვიდეო, შემდეგ მოვუსმინოთ კიდევ ერთ არაჩვეულებრივ შესრულებას. ეს ვარ მე, 6 წლის მარიკო. ეს არის დედაჩემი, მოგესალმებით ყველას. ეს არის მამაჩემის კაბინეტი, გამარჯობა მამა. ეს ჩემი დანი, დადი სკოლაში. და ძალიან მაგრად სწავლობდა ხანახან მეხმარები ხო? მეხმარება ხოლმე როგორ არა. მე აქ მეცადი და ვიზით მღერის და სულხობთ ხოლმე, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს და მამა ყოველთვის დამხავს. ესეც ანუ ჩემი მოხატული კედლები და ზედაცაც ჩვენი სამყარო გვაქვს მე და ჩემი და სადაც ვატარებ ყველაზე მაგარ დროს. ეს არის ჩემი ძმა, ჩემი ყველაზე სიყვარელი ბიჭი. ძალიან მიყვარს. ეს ჩემი სიყვარელი და ხა, აბა ხა მითხარი სადნა დამირეკან რომ ნომერზე 0900 700 დაურეკეთ. მარიკო ლეჟავა. Think about what you're trying to do to me, yeah. Let's rock, go, let you set me free. Let's go back, let's go way back, way back, way. I didn't even know you, you come so much what it takes.
that your mind will let you set me free. You need me, but I need you. Without each other, there's nothing we can do, baby. Come on, freedom. You could ask God to answer you for one. I was gonna check my mouth, but I keep doing things I don't. Yeah. Thinking about what you trying to do to me. Yeah, you see that you're not gonna let yourself be free. You need me, but I need you. Without each other, there's nothing we can do, baby. Come on now, say freedom. ჩვენ ვერ დავტოვეთ აკაურობა. იმდენი ვიცეკვეთ, მარიკო, იმდენი, რომ არ ვიცი. მე მგონი ჟიურისაც უნდა დააყოლოდა, მაგრამ ხელი შეუშალა სკამებმა. დარწმუნებული ვიყავი, რომ კარგად გაართმევდა თავს. დავიწყოთ შეფასება. ბატონო ზაზა. რა ვიცი, მე ვფიქრობ ეს იყო შესანიშნავი და ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა. ჩემი ნება რო ყოფილიყო ამ ნომრით დავხურავდი კონცერტს. აი ესეთი დამაგვირგვინებელი სიმღერა იყო და ყველაფრის მომცველი. ერთი რაღაც უნდა გითხრა თუ არ გეწყინება და შემშობლებს და წინაპრებს თუ არ ეწყინებათ. შეიძლება? ძალიან დიდი ეჭვი მაქვს რომ შენ სისხლში არის რაღაც აფრო-ამერიკული. იმდენად ახლო დგას შენ სულთან და გულთან ის რასაც ვერ იხარ, რომ ეს სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია და მე თვითონაც აი ცეკვა მომინდა ყველას ვის დარბაზში ისდა და ალბათ იმ მაყურებლებს ვინც ტელეეკრანთანაც ისდა. ოჩახ ძალიან მაგარი გამოსვლა იყო. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ნინი? მარიკო, ძალიან მაგარი ცეცხლი დაგვინთე, ყველას ნამდვილად მოგვინდა ცეკვა, უბრალოდ ჩვენ არ გქონდა საშუალება, რომ ნამდვილად წამოვდგებოდით და ვიცეკვებდით. ძალიან კარგი შესრულება იყო ვოკალური თვალსაზრისით, ემოციურადაც ძალიან ესეთი ცეცხლოვანი გამოსვლა იყო და რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობა, ბენდს დიდი მადლობა და ბექ ვოკალისტებს, იმიტომ რომ ძალიან კარგი იყო ნამდვილად. მადლობ. ძალიან დიდი მადლობა და აი ეს ემოცია ძალიან მინდა რომ ზარებში გამოიხატოს, ამიტომ მოიმართეთ მობილური ტელეფონები უკვე. მესამე კონცერტი არის, ეს ადამიანი ცდილობს რომ დაამტკიცოს, რომ იმსახურებს საქართველოს ვარსკვლავის სცენაზე დგომას, ამიტომ აი ეგ გამოხატეთ ყველაფერი ზარებში, აი ეგ ემოცია. და უნდა დაურეკოთ მარიკოს ნომერზე 0837005. ბილაინმა მოგცა იმის საშუალება ყველა მობილური ოპერატორის აბონენტს, რომ გავაქტიურდეთ და თამამად ავირჩიოთ საქართველოს ვარსკვლავში და არ დაგწყდეთ შემდეგ გული იმაზე, რომ თქვენი ფავორიტი დატოვებს კონკურსს და ის ერთი რომ არ იყოს მარიკო, უნდა იყოს ძალიან აქტიურები. გავაცილოთ მარიკო ლეჟავა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს კონკურსანტებზე ბევრი რამ გაინტერესებთ. აკრიფეთ ვარსკვლავი.lt-ში, აი ეს მარტივად აღმოჩნდებით ჩვენს Facebook-ის გვერდზე და თითოეულ კონკურსანტზე უფრო მეტს გაიგებთ და ბევრ სიახლეს შეიტყობთ. ყველაზე აქტიური Facebook-ელები და სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებულები, აი აქ არიან, მოგესალმებით და მადლობთ, რომ ხართ ესეთი აქტიურები ჩვენს სოციალურ ქსელში. ჩვენ კიდევ ორ კონკურსსაც უნდა მოусმინოთ გვანცა. ჩვენი მაყურებელი ამასობაში რეკაპს დააკეთებს არჩევანს და გარწმუნებთ რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. წინ არის შოუს კულმინაცია, ჩვენ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. საქართველოს ვარსკვლავი ისევ პირდაპირ
ეთერშია და სიყვარულის ტური გრძელდება. ჩვენ ჯერ კიდევ ორ კონკურსანტს უნდა მოусმინოთ, თუმცა უფრო და უფრო ახლოვდება ის მომენტი, როდესაც გავიგებთ თუ რა გადაწყვეტილება მიიღო ჩვენმა მაყურებელმა. დრო ჯერ კიდევ არის, უნდა დაურეკოთ თქვენს რჩეულებს იმისათვის, რომ შემდეგ გული არ დაგწყეთ. გახსოვდეთ, რომ ეს კონცერტი სინამდვილეში არის კონკურსი და თუ თქვენს ფავორიტს თქვენ არ გადაარჩენთ, მას უბრალოდ მომავალ ორშაბათს ვერ ნახავთ და ვერ მოისმენთ ამ სცენაზე, ასე რომ მიაქტიურეთ. მოდი ახლა გადავინაცვლოთ TBC-ის ოთახში და გავიგოთ ირაკლი ემზადება თუ ბადრე. მე გეტყვით ცოტა ხანში ვინ ემზადება გამოსასვლელად, მანამდე კი გინდა გითხრათ, რომ ჩვენი სპონსორია TBC ბანკი, გენერალური სპონსორია TBC ბანკი და თუ უბრალოდ გეზარებათ სახლიდან გასვლა, თავისუფლად შეგიძლიათ ინტერნეტ ბანკინგით და ასევე მობაილ ბანკინგით ისარგებლოთ და სხვა საბანკო ოპერაცია განახორციელოთ პირდაპირ სახლიდან, ასევე შეავსოთ მობილურის ბალანსი და ასე შემდეგ. აი შემდეგი ვინ არის? შემდეგი არის ირაკლი K, რომელიც გამოვა და იმღერებს, რას იმღერებს? Lionel Richie's Hellos. Lionel Richie's Hellos. და მე ვიცი რომ შენ ყავს შეყვარებული, შენ თქვი ეს და იმას უნდა უმღერო? მინდა ერთს ვინე. ვინმე ვერ მეძგით. 09370909. Lionel Richie's Hellos სულ ცოტა ხანში ვიდეოს შემდეგ. ეს არის სოფელი სადაც ცხოვრობ. აი ეს კი ჩემი სახლია. შუთები დამცადე. აი ეს კი ჩემი და ჩემის დიპლომებია. დედავა ხარ? კარგად. გასაკეთე. კარტოფილს. მამა ჩემი როგორც ყოველთვის საქმიანობს. მამა მოხმარება ხო არ გჭირდება? თავისუფლებისგან ყველაზე დიდ ხარდაჭერას და სიყვარულს ხსნობ. ისინი ყველაზე მეტად შემოქმედება. ირაკლი ფუტკარაძე, ზუგდიდის რაიონის სოფელი რუხი. Somewhere
say, well, I love you. ადამიანი არ მეგულება მიცეს სიმღერა შეიძლება რომ არ იცოდეს. მის ამღერი მაინც და ჟიურის თხოვს შეაფასოს ირაკლი ფუტკარაძე. ბატონო მიშა გთხოვთ. მე რომ გავიგე რომ ირაკლის ეს სიმღერა უნდა შეესრულებინა დღეს ველოდებოდი ამას, იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავი. მიგვაჩვია უკვე ირაკლიმ რომ გამოდის ამ სცენაზე და ასრულებს ბოლომდე რა. ეს მიუხედავად იმისა რომ ეს არის კონკურსი, ეს არ არის სპორტი, იმიტომ რომ მუსიკა ეს ხელოვნება და კულტურა. მაგრამ განსხვავებით სპორტისგან, აქ ტასს არ დაგვიკრავენ კარგი მცდელობისთვის, როცა დაარტყავ და ცოტათი აცდება მოწინააღმდეგის კაზრულს. ფეხბურთში ამ დროს ტასს უკრავენ. აქ გოლი უნდა გაიტანო და ჩვენ ხედავთ რომ ყოველ ორ შაბათს გამოდის ეს კაცი და გააქვს გოლები სტაბილურად. და არ ვიცი. მე ვფიქრობ რომ ნელ-ნელა რაღაც ზუგდიდის რაიონის სოფელი რუხი ქართულ ნიუ ორლეანად ყალიბდება. ესეთი ტენდენცია შეინიშნება უკვე. დიდი მადლობა ირაკლი, ძალიან კარგი ბიჭი ხარ შენ. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ნინი. ირაკლი, ნამდვილად გეტყობა რომ შეყვარებული ხარ, ესეთი ემოციით დამღერი იყო, ძალიან მომეწონა, ძალიან კარგად შეასრულე. არაჩვეულებრივი ვოკალი გაქვს და კონკურსიდან კონკურსამდე შენი ვოკალი უფრო ძლიერდება, ისე ძლიერი ქონდა, მაგრამ უფრო და უფრო ძლიერდება, უფრო იხვეწება და ანუ მუშაობ ამაზე გეტყობა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა და რა ვიცი, გილოცავ. კარგი იყო. ძალიან დიდი მადლობა ჟიურის და მიმართავ მაყურებელს, თუ მოგწონთ ირაკლი ფუტკარაძე, პატარა მომღერალი სოფელი რუხიდან, მაშინ მის ბედს ხვას ნუ მიანდობთ, რადგანაც ძალიან ცოტა დრო რჩება ზარების შეწყვეტამდე, ამიტომ ახლავე მოიმარჯვეთ მობილური ტელეფონები და დაურეკეთ ირაკლის ნომერზე 093-700-009. ყველა მობილური ოპერატორის აბონენტმა იაქტიურეთ. ჩვენ ხომ საქართველოს ვარსკვლავს ვირჩევთ, ბილაინმა მოგცა იმის საშუალება, რომ ხაზები გახსნილიყო ყველა ქსელისთვის. გავაცილოთ ირაკლი ფუტკარაძეს სცენიდან. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აქტიურობისკენ და გადავიდეთ TBC ბანკის ოთახში, სადაც ბოლო კონკურსანტი იცდის. დიდი წილკილია და აუზაური, იმიტომ ბოლო კონკურსანტი ემზადება გამოსასვლად, ნერვიულობს, კარგავს კილოგრამებს სხვათა შორის. და ბადრი გახოთ შემდეგი. რა უნდა გვიმღერო? Queen's Somebody to Love. Queen's Somebody to Love მართლა ძალიან რთული სიმღერაა. მინდა გისურვო წარმატება, ნომერი შეგვახსენე 093-700-004. გამოვუშვეთ ცოტა ხანში უკვე სცენისკენ ბადრის. ძალიან მალე ასევე მე შემოგიერთებით ყველა სხვა კონკურსანტთან ერთად და მოდით ჯერ ვნახოთ ვიდეო, შემდეგ მოვუსმინოთ ბადრის. ცხოვრობ ქავთარაძის ქუჩაზე, ჩემი ყოველი დილა იწყება ასე. გრანდიოზული ვარჯიში, გრანდიოზული წონის წინააღმდეგ. გათიშე. ის განრიგის პირველი ეტაპი დამთავრდა. ვოკალის გაკვეთილის შემდეგ მივდივარ გუნდის რეპეტიციაზე. ის ბოლო აკორდი მოვედი რუსთავიორში, სადაც სტარდება საქართველოს ვარსკვლავის რეპეტიცია. რა ხდება შიგნით, ამას არ გადავიღებ, იმიტომ რომ ყველაფერი უნდა ნახოთ ორშაბათს ლაივში. ბადრი დოლბაია! Each morning I get up quite early though. Can't barely stand on my feet. Take a look in the mirror, cry. All my life, what you done to me? I have spent all my years to believe in you, but I'm just can't get the relief from somebody. Can anybody find me? Somebody to love. I work hard every day of my life. I work till I ache my bones. In the end, I take all my heart in
somebody to love, find me somebody to love, find me somebody to love, somebody, 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 somebody find me somebody to love, anybody find me. Somebody to ბადრი დოლბაია. ძალიან ცნობილი სიმღერა შეასრულა ბადრი. აი თუ როგორ შეასრულა, ამას გვეტყვის ჟიური ბატონო ზაზა. ბადრი, გესმის ჩემი? ბადრი, ბინგო, ეს იყო შენი ყველაზე მაგარი გამოსვლა ამ კონკურსზე. ბინგო. გილოცავ. სიმღერა ძალიან მოგიხდა და რაც თავარია შენც არ გადაამეტე. თვითონ ძალიან რთული სიმღერაა, სპეციფიური, იმიტომ რომ მაღალი ნოტების აღებისას იყო საშიშროება ყვირილში გადასვლის, მაგრამ შენ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შენ მოახერხე და სულთად იმღერე ეს ნოტები. ცხონებული მერკური ცოცხალი რო ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ იამაყებდა შენი დღევანდელი შესრულები. ძალიან ერთადერთი, რაც დამაყდა ბეკ ვოკალებში დამაყდა ბრაიან მეი და როჯერ ვოტერსი, იმიტომ რომ ეს სიმღერა მათ მიუძღვნეს არეტა ფრანკლინის შთაგონებით დაწერეს და მიუძღვნეს გოსპელს და ეს არის ძალიან არაორდინარული სიმღერა და როდესაც სტუდიაში ამ სიმღერის ფონოგრამას წერდნენ, მათ გადაამრავლეს თავისი ხმები, რომ გოსპელის გუნდის იმიტაცია შეექმნათ. ერთადერთი ეს დამაყდა, სხვა მხრივ ძალიან კარგი იყო და ყოჩა. ძალიან დიდი მადლობა, მიშა გისმენთ. ეს არის ეპოქალური სიმღერა, ყველა მისის, ბუნებრივია, მაგრამ მე გამახსენდა ერთი შესრულება ამ სიმღერის. ჩემთვის ეს იყო საეტაპო და გეტყვით რატომ. ჯორჯ მაიკმა შეასრულა ეს სიმღერა ტრიბიუტზე, რომელიც ეძღვნებოდა ფრედი მერკურის ნათელ ხსოვნას და ჩემთვის პირადად და ბევრი ადამიანისთვის ეს შესრულება იმ დროს იყო საეტაპო იმ თვალსაზრისით, რომ თითქოს რაღაცნაირად როკი და პოპი დამეგობრდნენ, დაძმობდნენ და ზღვარი წაიშალა ამ ყველაფერს შორის, იმიტომ რომ ჯორჯ მაიკლისგან ეს ძალიან მოულოდნელი იყო ამ ჟანრში. აი ზუსტად იგივენაირად დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესრულება ბადრი შენთვის ამ კონკურსში იქნება საეტაპო და ძალიან ბევრი რამე შეიცვლება და ძალიან სხვა თვალით დაგიწყებს ბევრი ყურებას, ვინც აქამდე ვერ ხვდებოდა შენს ძალას, შენ ძლიერებას, შენ ძლიერ მხარებს, დღეს შენ ყველას ყველაფერი აჩვენ. დღეს დაფიქსირდა ჩვენი ახალი კიდევ ერთი ამ კონკურსის ფავორიტი გამოიკვეთა აი ამ შესრულებით დღეს. ძალიან დიდი მადლობა, მე კი მოგმართავთ ბადრის გულშემატკივრება. თუ გსურთ, რომ მომავალ ორშაბათს ბადრი იხილოთ ამ სცენაზე, უნდა გააქტიურდეთ და დაუვიაკოთ მას ნომერზე 09370004. ჩვენმა პარტნიორმა ბილაინმა მოგცა ამის საშუალება, რომ ყველა მობილური ოპერატორის აბონენტმა დარეკოს და აირჩიოს საქართველოს ვარსკვლავი. თქვენი სიმპათია ასევე რასაკვირველია, უნდა გადაიზარდოს ზარებში, დრო უფრო და უფრო წოტავდება. ახლა გავაცილოთ ბადრი დოლბაიას სცენიდან. თუმცა აჩიკო დრო ჯერ კიდევ არის იმისათვის, რომ მიიღოს მაყურებელმა გადაწყვეტილება, თუმცა ერთი კონკურსანტი დაგვტოვებს. ჩვენმა მხარდამჭერმა საინფორმაციო ცენტრმა 118.08 ამ კონკურსანტისთვის წამახალისებელი პრიზი დააწესა. ის 3 თვის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებს 118.08-ს მომსახურეობით. მოდი ვნახოთ გვაცა კიდე ერთხელ ჩვენს მაყურებელს რომ გაუადვილდეს არჩევანის მიღება, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღება. კიდე ერთხელ ვნახოთ თუ როგორ იმღერეს ჩვენმა კონკურსანტებმა. ნახოთ. Whoa, give me some love. Whoa, some love. Whoa, give me some love. Never exist. Baby, I compare you to the kiss of a rose on a grave. Ooh, the more I got off here, a stranger it seems. Yeah, now that you're roses and blue, a light is the glow.
today was gonna be the day that they're gonna throw it back to you. By now you should have some realize what you're gonna do. I don't believe in anybody feels the way I do about you now. Come on now, say freedom. Somebody to love, find me. Somebody to love, find me. Somebody to love, find me. Somebody to love, somebody, 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 find me. Somebody to love, anybody find me. Somebody to ძალიან რთულია გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ჩვენი მაყურებელი მიიღებს და დღეს ერთი კონკურსანტი დატოვებს პროექტს. მე უკვე ვეღარ ვითმენ, დადგა დრო, რომ მოუხმოთ გიორგი ქორქიას სცენაზე კონკურსანტებთან ერთად. გიორგი, მოდი ჩვენთან. აპლოდისმენტებით გავამხნევოთ ჩვენი კონკურსანტები. ძალიან ცოტა დრო დარჩა ხმის მიცემის შეწყვეტამდე. და მოდი სულ რაღაც 10 წამი რჩება. იქამდე და ჩვენ გავიგებთ რა გადაწყვეტილება მიიღო მაყურებელმა და მოდი დავიწყოთ უკუთვლა. 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 ხმის მიცემა შეწყდა. ხმის მიცემა შეწყდა. რა თქმა უნდა შემოსულია უამრავი ზარი, მაგრამ ძალიან მალე გავიგებთ თუ ვინ ტოვებს დღეს პროექტს და ეხლა მე დავასახელებ იმ სამ კონკურსანტს, ვინც ყველაზე ნაკლები ხმა მიიღო. და ესენი არიან ჩვენთან ერთად ველოდებით შედეგებს. ძალიან თანაბარი ბრძოლა მიდის, მე მგონი. ზარების მიღება შეწყვეტილია, ველოდებით თქვენთან ერთად შედეგებს. სულ შემოსულია 15122 ხმა. და მე სწორედ ახლა დავასახელებ იმ სამ კონკურსანტს, ვინც მიიღო ყველაზე ნაკლები ხმა. ლიკა გაჩეჩილაძე, ირაკლი ქიმერიძე და გვანცა ჯაფარიძე. ამ სამი კონკურსანტიდან ერთ-ერთის გულშემატკივარმა ყველაზე მეტად აქტიურა. და
ეს არის გვანცა, გილოცაო, შენ გადაგარჩინა დღეს შენ მაგულშემატკივარმა. დაუბრუნდი შენ ადგილს. ლიკასა და ირაკლის შორის სხვაობა არის სულ რაღაც 14 ზარი. 14-მა ხმამ გადაწყვიტა ვინ დატოვებდა დღეს პროექტს. მაყურებლის გადაწყვეტილებით პროექტს ტოვებს ირაკლი ქიმერიძე. ლიკა გილოცავ, შენ რჩები საქართველოს ვარსკვლავში ირაკლის ყველა გულშემატკივარს. დიდი მადლობა თითოეული ზარისთვის, ჩვენ მას ვემშვიდობებით. და რა თქმა უნდა, დღევანდელ კონცერტს ყავდა ლიდერიც. და ეს გახლავთ უკვე მეორე კონცერტია. ირაკლი ფუტკარაძე მიიღო ყველაზე მეტი. გილოცავ, ჩვენ ამ ტურის ლიდერი ხარ. ფუტკარაძე, გილოცავ. ლეინა საქართველოს ვარსკვლავს, აი ეს შემადგენლობა გყავს. უგულშემატკივრებს მას ზარები განულებული ახლა თავიდან დაიწყო. ჩვენ მომავალ ორ შაბათს შევხვდებით ერთმანეთს უფრო მაგარი განწყობით, უფრო მაგარი შოუთი. დროებით. ერთი კვირით გემშვიდობებით, კარგად. დროებით.